როგორც დაგვერდით, დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. ქალბატონი ციცითო შურღაია, გახსოვთ პლასტიკური ქირურგი და ამ წლის რუსეთის საუკეთესო ექიმი, საუკეთესო ქირურგი. დღეს ის ჩვენი სტუმარია და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში რომ მობრძანით. დღეს თქვენს მეტი არავინ არ დავპატიჟეთ. 4 ხალი დაგესევით და დაგისვამთ უამრავ კითხვას. ვიცით რომ აქედან პირდაპირ საოპერაციოში მიდიხართ და ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი დრო გამოყავით ჩვენთვის. და მე პირადად მინდა გითხრათ რომ არა და ყველაზე მეტი პლასტიკური ქირურგის ჩარევა დაპირდები მე რამე რო იყოს არა მე ვფიქრობ რომ მე უფრო მე მინდა რომ არა და მე არა მე მინდა გამოგიტყდეთ რომ რამოდენიმე წლის წინ ნუ არც თუ ისე დიდი ხნის წინ რაღაცა ისეთი კრიზისი მქონდა რაღაც ვერ ვიყავი კარგად და აი ვფიქრობდი რომ ჩემს სხეულს რაც ტკივილი არის ეს რაღაც მასოხიზმი თუ რა მინდა მივაყენო ტკივილი და ვოცნებობდი ნეტავ ეხლა ციცინო შურღაიასთან მოვხვდე მეთქი თქვენ კონკრეტული ტკივილის მიყიდებ მე შემდეგ რომ ლამაზი ხარ ისეთი ტკივილი რომელიც მე თავდება სიამოვნებით გვიკარნახა ჩვენმა პროდიუსერმა ხო და იცით რა და ვოცნებობდი ახლა შემხვდით და ახლა კიდე დრო არ მაქვს მაგრამ აუცილებლად მინდა პირობა დამიდოთ ასე სახალხოთ რომ მე თქვენი პაციენტი გავხდები თუ კი იქნება ეხლა დაგისვამთ პირდაპირ გადავალთ კითხვებს მაშინ გითხარით აი რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური თავისმოვლა ქალმა და უკვე აი რა ასაკიდან არის შესაძლებელი უკვე მცირე ქირურგიული ჩარევები მაინც პირველ რიგში მინდა მივესალმო ტელემაყურებლებს მოვლოცვა ახალი წელი უსურვო ჯანმრთელობა, სილამაზე, სიმდიდრე, ბედნიერება და მშვიდობა. გადასარევი. სურვილები. სრულების შესრულება ალბათ. გადასარევი. ქალბატონო, მაინც გეტყვით რომ თქვენი სურვილი ეს აღწერილი, ეს საკმაოდ კარგად ცნობილი ფენომენია, როდესაც ადამიანს აქვს რაღაცა სტრესი ცხოვრებაში და სურს გადაიტანოს თავისი ეს სტრესული მდგომარეობა ყურადღება გადაიტანოს რაღაც სხვა საგანზე და მიაყენოს თავის ტკივილს. ტკივილი მიაყენოს ასე რომ თქვენ ამაზე ნერვიულობთ, ეს აბსოლუტურად ნორმა არის ყველა ნორმალური ადამიანისათვის. რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ სიბერის პროფილაქტიკა, ქალმა ალბათ კაცმაც არა. ბიოლოგიური ასაკი, ანუ ის ასაკი, რომელიც ჩვენ პასპორტის გვერდებზე გვიწერია, ეს არ არის მაჩვენებელი იმისა თუ როდის რა დავიწყოთ, იმიტომ რომ სიბერის პროცესი არის ინდივიდუალური, იგი იწყება სხვადასხვა ასაკში. და პირველ რიგში აი ამ სიბერის პროცესის დაწყებას განაპირობებს ჩვენი გენეტიკური ფონი. ანუ 70-მდე გენი, რომელსაც ჩვენ შთამომავლობით ჩვენი წინაპრებისაგან ვღებულობთ, მონაწილეობს პროგრამაში სიბერის იმ პროგრამაში, რომელიც ჩვენში არის ჩადებული. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ის ეგზოგენური ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სიბერის პროცესზე და აჩქარებენ ამ პროცესს. ესეთი შეიძლება იყოს სტრესი, შეიძლება რამდენიმე ჯერ გადატანილი ნარკოზი, შეიძლება არასწორი კვება, არასწორი დღის წესრიგი, არასწორი დასვენება, ან კიდევ შეიძლება თანხლები დაავადებები და სხვა. ამიტომ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პროფილაქტიკა სიბერის იწყება 20-დან 30 წლამდე. ეს ის ათწლეულია, როდესაც ადამიანს ეს პუბერტალური პერიოდი უკვე დამთავრებული აქვს, რეორგანიზაცია გორმონალური დამთავრებულია და იგი იწყებს ანალიზს, თავისი ყველაფრის ანალიზს იწყებს უკვე სხვანაირი თვალით უყურებს ყველაფერს აწყდება მის ირგვლივ და აკეთებს ანალიზს. განსაკუთრებით პირველ რიგში მან უნდა გააკეთოს რეტროგრადული ანალიზი თავისი შთამომავლობისა და გაარკვიოს პირველ რიგში, რადგანაც გენეტიკა არის მთავარი, გაარკვიოს როგორ ბერდებოდნენ მისი წინაპრები. ანუ როგორ ბერდებოდა მისი ბები. თუ კაცია, უფრო მეტად მიაქციოს ყურადღება კაცის შტოს. თუ ქალია, უფრო მეტად ქალის, იმიტომ რომ მაინც ნახევარი ქრომოსომის ანუ დავარკვიდეთ მშობლებს და ბებიებს და ბაბუებს. დავაკვირდეთ, გავარკვიოთ მათ შესახებ, რა ავადმყოფობით იყვნენ ისინი ავად, როგორი ცხოვრების წესი ჰქონდათ, უყვარდათ თუ არა მზეზე გარუჯვა. იმიტომ რომ სიბერის ერთ-ერთი სახე არის ფოტოსიბერე, რომელსაც მზე იწვევს. იგივე თქვათ, ყვავილი შეიძლება დაჭკნეს თავისით და ყვავილი შეიძლება გახმეს მზეზე. აი იგივე შედარებაში. თქვენ გინდა თქვათ, რომ ესე იგი აღარ გავირუჯოთ? არასოდეს. ესე არსებობს, თქვენ თუ გინდა გაირუჯეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ძალიან მალე დავდეშდეთ. ახალგაზრდაობას ცვლით
იმ გარუჯვაზე, რომელიც მალე გაივლის. მალე გაივლის, დიახ. და თუ შეიძლება ერთი კითხვა, აი ახლანდელი კრიზისი, რაც არის ჩვენს გარშემო, მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, აი ეს თუ მოქმედებს გარეგნობაზე. კრიზისი სხვათა შორის. არა, ანუ სტრესული სიტუაცია, ხო? სტრესული სიტუაცია გარეგნობაზე მოქმედებს. კრიზისიც მოქმედებს თურმე გარეგნობაზე, იმიტომ რომ კრიზისი დღევანდელი პირველია, მაგრამ არსებობს პომადის ეფექტი. ეს საკმაოდ ცნობილი ეფექტია ქალისათვის, როდესაც ომი იყო და ირგვლივ ბომბები პეთქნებოდნენ, თურმე ქალს მაინც ამოქონდა სარკე და უყურებდა და არ პომადის ეფექტი, რომ არავითარი არ არსებობს ისეთივე ფაქტორი, შემაშინებელი ფაქტორი, რომ ქალს ხელი შეუშალოს თავის მოწესრიგებასა და სილამაზეში და კრიზისი, რომელიც 1800 წელს იყო, საკმაოდ საინტერესო გავლენა მოახდინა ადამიანის გარეგნობაზე. მოდაში შემოვიდა ეგრეთ წოდებული საზოგადოებაში გამოსვლა მგლოვიარე სახით, თმები თითქოს დავარცხნილი არ უნდა ყოფილიყო და ყლულები თითქოს და ქარის მიმართულებით უნდა ყოფილიყვნენ დაწყობილი. გარდა ამისა, თვალები უნდა ყოფილიყო ძალიან სევდიანი, ჩაფიქრებული და სახის დანარჩენი ნაწილი ტუჩები ამრეძლი უნდა გამოეხატა ზიზღი და ის გულგრილობა, რაც ხდებოდა გარემოცველ. ეხლა როგორი გარეგნობაა მოდაში? იცით რა არის გარეგნობა? გარეგნობის მოდა იყო 19 საუკუნეში თქვათ იყო უფრო მსუქანი თეძვები მოდაში და ბრტყელი მკერდი, სკარა შეიცვალა და მე-15 საუკუნეში იყო უფრო მსუქანი თეძვები და მრგვალი ფორმები. გავიხსენოთ თქვათ ტიციანის ქალის არკის წინ ან რუბენსის ქალები. რომანტიზმის პერიოდს თავისი გარეგნობა ახასიათებდა, მაგრამ საკმაოდ რთული, ალბათ ვთქვათ, მოდაში შემოვიდა დიდი მკერდი, ვთქვათ, დღეს წელს მოდაშია ყვითელი ფერი, წავალთ ვიყიდით ყვითელ ტანსაცმელს. აი, ძალიან მოდაშია სქელი ტუჩი. დიახ, ძალიან მოდაშია. რომელიც ისე გეცემა თვალში, რომ მოდის ადამიანი ტუჩი ფაქტიურად. იმის იქით უკვე, აი მე ვეღარ ხედავ. ხო, აი სამწუხაროდ ეს არის, რომ ადამიანები იკეთებენ ტუჩის ოპერაციას ძალიან ხშირად და ძალიან აქტიურად და ეს ყოველთვის მე იშვიათად მინახავს შემთხვევა, როდესაც ადამიანს არ ეტყობა თან ძალიან რომ მას აქვს გაკეთებული ტუჩის ოპერაცია. ისიც ვიცი, სალომე, ერთი გოგო, რომელიც მას გაიკეთა ესეთი ოპერაცია და დილას რომ იღვიძებდა, მე აი ამ ტუჩების გასწორებაში იყო კარგა ხანს, იმიტომ რომ უნდა გადაენაწილებინა ის სითხე თუ ჟელე რა, მე შინერა მე არასწორად არ დავარქვა ამ ყველაფერს, რაც ტუჩია მოთავსება. ეს ბრალი ის არასწორად გაკეთებული ოპერაციის ბრალი, მასალის ბრალი, თუ იქნებ აი ზედმეტი მონდომება, როდესაც აი გინდა რომ მთელი ცხოვრება გქონდეთ ხელი ტუჩი და უცებ გინდა რომ გქონდეს რაღაცა ანჯელინა ჯოლივით. ბარემ, ქალბატონი ციცინო, აი ამას მივაყოლოთ ახლა ეს შეკითხვაც. მოვიდა თქვენთან პაციენტი და გეუბნებათ რომ მე მინდა სქელი ტუჩი. გადარეული ვარ ისე მინდა სქელი ტუჩი, მე მინდა განიერი თეძო და დიდი მკერდი. აი თქვენ როგორც ქირურგი აძლევთ უფლებას თქვა პაციენტს